ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე რეგიონული მნიშვნელობის პროექტი წარადგინა, რომელიც შავ ზღვაში 2 ხელოვნური ნახევარკუნძულის და 1 ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს და რეგიონში ახლებურ საინვესტიციო სტანდარტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. პროექტი სრულად მდგრადი განვითარების და ჭკვიანი ქალაქის Smart Cities კონცეფციას ეფუძნება. ამ ეტაპზე მიწის მოწყობითი სამუშაოების 50%-ზე მეტი შესრულებულია და 84 ჰექტარიდან 58 ჰექტარია შექმნილი. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, რომელიც მონაკოს იახტ კლუბში იმართებოდა, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ინტენსიურ ბიზნეს პროგრამაში მიიღეს, რომელშიც ჩართული იყვნენ საერთაშორისო ინვესტირებით დაინტერესებული პირები და კომპანიები. ღონისძიება საინტერესო პლატფორმა არის ინვესტორებისათვის და სფეროს ლიდერებისათვის, რათა პირდაპირ კომუნიკაცია იყოს პროექტის ხელმძღვანელებთან და სათანადოდ ჰქონდეთ საშუალება შეაფასონ პროექტების განსაკუთრებულობა და პოტენციალი. იმყოფებით მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, სადაც გვაქვს შესაძლებლობა პირადად ვესაუბროთ საერთაშორისო ინვესტორებს, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, გავაცნოთ ჩვენი პროექტი. მოგეხსენებათ ამბასადორის კუნძულის სტრატეგიულ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ახალი ინვესტიციების, ტურიზმის, ინოვაციების ცენტრი. მონაკომდე ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი კანში უძრავი ქონების საერთაშორისო ღონისძიებაზე MIPIM-ზე იყო წარმოდგენილი, სადაც კომპანიის გუნდის წევრებმა საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფცია და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს. ფესტივალის ფარგლებში კანში ამბასადორი აილენდ ბათუმის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს თავაზობს. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტს ამბასადორი ჯგუფის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მათ შორის არიან ბრიტანული კომპანია არუპი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yuxel Project, ასევე ამერიკული არქიტექტურული კომპანია Shop Architects.